კოსმოსში მომავალი მისიების სამზადისში იქნება ეს მოგზაურობა მარსზე, ასტეროიდზე თუ ნებისმიერ სხვა პლანეტაზე. დასავლეთის კოსმოსური სააგენტოები ასტრონავტებს წყალქვეშაც წვრთნიან. ერთ-ერთი ასეთი ლაბორატორია ფლორიდის შტატში, კილარგოში მდებარეობს, სადაც ადამიანები 20 მეტრის სიღრმეზე ცხოვრობენ და თან სხვადასხვა აპარატურასაც ცდიან. რა თქმა უნდა, ისეთი ადამიანები შეირჩნენ, ვისაც ადაპტირება იოლად შეუძლია. მათ არა მარტო გაძღოლის, არამედ სხვისი გაყოლის უნარიც უნდა ჰქონდეთ. დაბალანსებული ადამიანებია საჭირო, რომ ამგვარ ადგილზე იმუშაონ და მისია უპრობლემოდ მართონ. ამჟამად იქ მომუშავე 4 ასტრონავტს შორისაა ლუკა პარმიტანო ევროპის კოსმოსური სააგენტოდან, სერინა ანიონი და დევიდ კოენი ნასადან, ასევე ნორიშიგე კანაი იაპონიიდან. ეს რიგით მე-20 გუნდია, რომელიც წვრთნას ფლორიდის წყალქვეშა ბაზაზე გადის. ნასას საწვრთნელ პროგრამას სახელად ნემო ხმელეთზე მოზრდილი დამხმარე ჯგუფი ემსახურება. 2 გამოცდილი მყინთავი მათ წყალქვეშა ლაბორატორიაში ექსტრემალურ სიტუაციებში მუშაობისთვის თავის გართმევაში ეხმარება. გარეთ აქ ოკეანეში ჩვენ საგანგებო მოწყობილობების გამოყენება შეგვიძლია, რათა მიკროგრავიტაციის ან მინიმალური გრავიტაციის სიმულაციის პირობებში ფუნქციონირება შევძლოთ და სხვადასხვა კოსმოსურ სხეულზე, იქნება ეს პლანეტის მთვარის თუ ასტეროიდის ზედაპირი მუშაობას მივეჩვიოთ. გათვლა ბევრნაირ ექსტრემალურ სიტუაციაზე ხდება. ასევე დავნერგეთ ხელოვნურად დაგვიანების პროგრამა, რაც იმას გულისხმობს, რომ მთელი ჩვენი კომუნიკაცია დიდი დაგვიანებით მოდის. ვემზადებით იმისთვის, თუ როგორ მოვიქცევით მაშინ, როცა მაგალითად მარსის ზედაპირზე ვართ, სასწრაფო კითხვა გვაქვს და აუცილებელი პასუხი ვერ გვისწრებს. ხმელეთისთვის დამზადებული ზოგიერთი ხელსაწყო წყალქვეშ არ გამოიყენება. წყალქვეშ მუშაობისთვის მათ უტილიზაციას, ხელსაწყოების დამუშავებას და დახვეწას ვცდილობთ. მაშინ, როცა კვლევისთვის აუცილებელი აპარატურის ფუნქციებს წყალქვეშ საერთოდ ვერ ვიყენებთ, იმ მარტივ ხელსაწყოებს მივმართავთ ხოლმე, რომელთაც ოკეანოლოგები სამეცნიერო კვლევებისთვის ხმარობენ და ნიმუშების შესაგროვებლად იყენებენ. ასტრონავტების მიერ წვრთნის ფარგლებში შეგროვებული ნიმუშები შემდეგ ფლორიდის საერთაშორისო უნივერსიტეტს ეგზავნება, სადაც მათ საუნივერსიტეტო კვლევებისთვის ადგილობრივი მეცნიერები სწავლობენ. მაია ქვარცხავა, ამერიკის ხმა, ვაშინგტონი.